ცოტა რაღაცა ვთქვათ ამ რაფის პრესკონფერენციაზე რაც მოხდა თვალიშვილს და ამ ვიღაცა ტიპს შორის და მე რაღაცა ჯიგიტობა და რაღაცა ჭუჭუების დატოლება წავიდა რა იქ რა და ერთ პატარა შედარებას გეტყვით, ну რა თქმა უნდა მცირე გამონაკლისების სულ არის, ხო, შედარებას გეტყვით ქართველ სპორტსმენებსა და უცხოელ, ანუ იგივე აი ჩრდილო კავკასიერ და ზოგადად კავკასიაში სხვა სპორტსმენებს შორის რა. ქართველები აი მაგალითად ქართველი ბიჭი რო არის აზერბაიჯანის სახელით რო მონაწილეობს მოჭიდავეროა საქართველოს ჰიმნზე გულზე ხელდადებული დგას და აი აქ ჩანს ქართველი სპორტსმენების რომლებიც ზოგი და არ დაბადებულა საქართველოში იგივე ილია რომელიც მუდმივად ქართველობენ მუდმივად ხაზს უსვამენ და მუდმივად ჩვენი დროშა დააქვს წინ და უკან სხვა დანარჩენებზე აღარ ვიტყვი ძალიან ბევრია რომელიც საქართველოში არ დაბადებულა სხვა ქვეყანაში დაიბადნენ მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ იმიტომ რომ ისინი ასე გაიზარდნენ თავისი სამშობლოს ან ისტორიული სამშობლოს სიყვარულით და ეს ტიპები დაიბადნენ თავის სამშობლოებში და დააფრიალებენ რუსეთის დროშას და ეგ ტიპები დღეს რაღაცა აი ფაფხურობენ მე ვიცი ყველას ვთხოვ ქართველებს რომ რა თქმა უნდა პასუხი გაეცა და გაეცემა მაგრამ იმის იქით დაანებეთ თავისი გასჭირვებიათ ამას აბსოლუტურად გააზრებით ვამბობ თავისი გასჭირვებიათ იმიტომ რომ მათ უკვე რამდენიმე თაობამ საერთოდ დაკარგა ის თუ ვინ არიან მხოლოდ ეს ვიზუალური მახასიათებლები არ არის ეგ როგორ პოზიციონირებ ვის წარმოადგენენ აი ეგ არის მთავარი დაანებეთ თავი პასუხი გაეცით და გაეცემა მაგრამ იმის იქით შეეშვით უბრალოდ ერთი სურვილი მაქვს რომ ბიჭო აქ ნუ აბლატავებთ აი ეგ უკვე არ ეხება არც სპორტსმენებს და არც გულშემატკივრებს რა რატო აბლატავებთ ამ ტიპებს რა ეგ ხო ჩვენ თვითონ იმას ვქენით რა რომ ფიანდაზებით ხვდებით ყოველ ჩამომსხლელს რა გასაგებია ვიღაცის ძმაკაც შეიძლება იყოს მაგრამ მთლიანობაში რატომღაც გადაწყდა რომ ისინი ისე უყურებენ ჩვენს ქვეყანას როგორც მათ ქვეყანას უყურებს რუსეთი რა და ჩვენთან აი რა დროც არ უნდა გავიდეს ვერ მოხდება ისეთი აი ძალით შეყვარებაც ვერ მოხდება რა არ გამოდის ეგ ორგანულად არ გამოდის რა რო გახსენდება 1900-იანების დასაწყისი 1921 წელი 36-38 წელი რო გახსენდება უამრავი რაღაცა იცი ეს კარგად და გადააზრებული გვაქვს ჩვენი ისტორია ჩვენი წინა საუკუნის ისტორია მთლიანად გადააზრებული გვაქვს გააზრებული და გადახარშული და სახელი აქვს დარქმეული ის ასე პატარა მცირე ვიღაცების ფაფხურით არ შეიცვლება და იმის გამო რომ თქვათ დამოკიდებულება ვიღაცების არის ძალიან მაამებლური არ შეიცვლება გამორიცხული ამბავია ხო და მისაღები იმ ტიპმა მიიღო მე როგორც ვიცი დალაგდნენ რაღაცა ანუ გაერკვნენ მაგრამ მე ყველასთვის მაგალითია ის გამო მოხდა და როგორ არა აქ აი პონტი იყო რა ვიღაცებმა დაიწყეს რომ სტუმარ მასპინძლობაო რა რა ვიცი სტუმარმა სტუმრობა უნდა იცოდეს მასპინძელმა მასპინძლობა რა და რა ვიცი ვიღაცამ რო აქ აგერ ჩემეზოში რა ვიცი რამე მაკადროს ისეთი რაც უკადრებელია აი გამოვთხრე საფლავს ხო და ეგრე არ არის რა სტუმართ მასპინძლობაზე ლაპარაკობენ თან ქართველებმა დაიწყეს რა ეს სტუმართ მასპინძელი რაღაცა ძალიან უცნაურად გაქვთ გადააზრებული მართლა მგონია რომ რაღაც ვერ გაიგეთ მაგ სტუმარ მასპინძელში რა ხო და მოკლედ ეგ არის რა არაფერი გაეცა პასუხი და საქართველო არის საქართველო და ქართველი სპორტსმენები კიდე ხაზს გაუსვამ თუნდაც ხვის სახელით გამოდიოდნენ ქართულ ჰიმნზე გულზე ხელი უდევთ რა და ეგ რაღაცა ავიცი რა დროში დადიან კი იცით და რა დროშას ანუ ვისი სახელი აწერია ძე რა ეს არის და ეს